ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართვის შემდეგ სახალხო დამცველმა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო. საქმე მზია ამაღლობელის მიმართ სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფას ეხება. როგორც ომბუდსმენის აპარატში ონლაინ მედია ბათუმელებს უთხრეს, შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გამოთხოვილია, რომელსაც ექიმის შეფასების შემდეგ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მათივე განმარტებით, თუ ჩაითვლება, რომ ამაღლობელს არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება ეწევა, სახალხო დამცველი მედია მენეჯერისთვის სათანადო მკურნალობის ჩატარების რეკომენდაციას გასცემს. 24 ნოემბერს საიამ გავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით მზია ამაღლობელს მხედველობის შესანარჩუნებლად საჭირო კვლევები და მკურნალობა არ უტარდება. როგორც ორგანიზაცია ამბობდა, საჯელო აღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ ამაღლობელის მხედველობა საგრძნობლად გაუარესდა და ახლა ის საგანგაშო ნიშნულზეა. ასევე განცხადების მიხედვით არაერთი მიმართვის მიუხედავად მედია მენეჯერს მკურნალობის დასაგეგმად საჭირო გამოკვლევები არ უტარდება და მკურნალობის დასაგეგმად ექიმის სათანადო კონსულტაციას ვერ იღებს. საიამ შესაბამისი რეაგირებისთვის ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრს პაატა სალიასაც მიმართა.